ანტიკური კულტურის შესახებ ყველას გვსმენია. მან დასაბამი დაუდო თანამედროვე ევროპულ ცივილიზაციას. დემოკრატია და ფილოსოფია, თეატრი და ოლიმპიური თამაშები, საინჟინრო მიღწევები და იურისპუდენცია. უამრავი სახელები და ტერმინები, რომელსაც დღეს ვიყენებთ, ანტიკური ცივილიზაციის მემკვიდრეობაა. მახსოვს ამ სიტყვის ჩემეული წარმოსახვა ბავშვობაში. მაშინ ხელოვნების შესახებ არაფერი ვიცოდი და სიტყვა ანტიკური ჩემში რაღაც შორეულის და ძალიან ლამაზის სახეხატი იყო. ანტიკური კულტურა ჩამოყალიბდა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ძველ საბერძნეთსა და რომში. ძველი წელთაღრიცხვით მესამე ათასწლეულიდან ჩვენი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნეებში. სიტყვა ანტიკური ლათინურიდან ითარგმნება როგორც ძველი. ეს ტერმინი პირველად აღორძინების ეპოქაში გაჩნდა იტალიაში და მოგვიანებით მთელს ევროპაში დამკვიდრდა. დღესდღეობით ანტიკურ ცივილიზაციაში მოიაზრება ამ ეპოქაში ჩამოყალიბებული მეცნიერულ-პოლიტიკური თეზისები, ხელოვნება, ლიტერატურა და ფილოსოფია. ანტიკური ცივილიზაციის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ადამიანისადმი როგორც ინდივიდისადმი ამაღლებული დამოკიდებულება, მისი სულიერი თვისებების წინ წამოწევა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და მისი როგორც სამყაროს ცენტრად მოაზრების იდეა. ამ ღირებულებათა სისტემამ შემდგომში თაობების შთააგონა და ბერძნული ცივილიზაცია ევროპული საზოგადოებრივი ცნობიერების ძირითადი საყრდენი გახდა. ანტიკური კულტურა პირობითად ორ ძირითად ეტაპად იყოფა. ესენია ბერძნული კულტურის აღმავლობის ხანა, ძველი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნეები და რომაული პერიოდი, ძველი წელთაღრიცხვით მე-3 საუკუნიდან ჩვენი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნემდე. ანტიკური საბერძნეთის კულტურა თავის მხრივ რამდენიმე პერიოდად იყოფა. ჰომეროსის ხანა, არქაიკა, კლასიკა და ელინიზმი. ჰომეროსის ხანამ თავისი სახელწოდება ძველი ბერძენი პოეტის ჰომეროსისგან მიიღო. თავის ცნობილ პოემებს ილიადა და ოდისეა ჰომეროსმა საფუძვლად დაუდო ბერძნული მითოლოგიის ცენტრალური მოვლენა ტროას ომი. პოემებში იგი გვიჩვენებს ადამიანის გაცნობიერებულ პროტესტს ღმერთების წინააღმდეგ. მისი გმირები უპირისპირდებიან ზეციურ ძალებს და თავად წყვეტენ თავიანთ ბედს. ამ პერიოდში საბერძნეთში ძირითადად იქმნება მცირე პლასტიკის ნიმუშები და კერამიკული ჭურჭელი. ამ ეპოქას ხელოვნებაში გეომეტრიულ სტილს უწოდებენ. ეს სახელწოდება განაპირობა ჭურჭლის დეკორმა, რომელიც მკაცრი გეომეტრიული სტილის ორნამენტით ხასიათდება. ჭურჭლის მოხატულობაში ძირითადად გამოყენებულია გეომეტრიული ფიგურები, რომბები, კვადრატები, სამკუთხედები, მეანდრები და სხვა. გვხდება სიუჟეტური სცენებიც, დაკრძალვა, სარიტუალო ცეკვები, ბრძოლები. თუმცა გამოსახულებები იმდენად მარტივი და პირობითია, რომ ახლოდან დაკვირვების გარეშე სიუჟეტის ამოკითხვა ძნელია. გეომეტრიული სტილის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია დიპილონის ამფორა. მასზე მიცვალებულის დატირების სცენაა გამოსახული. შუაში გარდაცვლილის ფიგურა ჩანს. გარშემო რიტმულად რომ ჩამწკრივებულან რიგში ჭირისუფლები არიან. მათი წვრილი უხორცო სხეულები ასანთის ღერებს მოგვაგონებენ. ახლოდან სცენა ნათლად იკვეთება, თუმცა როგორც კი ლარნაკს მოვშორდებით, ფიგურები გეომეტრიულ ფორმებად იქცევა და ერთმთლიან ორნამენტად აღიქმება. ჰომეროსის შემდეგ იწყება ახალი ეპოქა, არქაიკა. ამ პერიოდში ვითარდება ასტრონომია, მათემატიკა, გეომეტრია და ფილოსოფია. იცვლება სოციალური წყობაც. საბერძნეთში ყალიბდება დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფოები, ეგრეთ წოდებული პოლისები, რომელთაც ჰქონდათ თავიანთი მმართველობა, კანონები და ფული. პოლისის მოქალაქეები ფლობდნენ მიწებს, ჰქონდათ გარკვეული უფლებები და სახელმწიფო საქმეებშიც იღებდნენ მონაწილეობას. ყველაზე მნიშვნელოვანი პოლისები ამ დროისთვის იყო ათენი, სპარტა და თებე. არქაულ პერიოდში იქმნება წითელფიგურიანი და შავფიგურიანი კერამიკული ჭურჭელი. ვითარდება მონუმენტური ქანდაკება. ქანდაკებაში ბერძნები ადამიანს შიშველს გამოსახავდნენ, რათა წარმოეჩინათ სხეულის სილამაზე და ათლეტურობა.
ამ პერიოდის ქანდაკებებიდან აღსანიშნავია ახალგაზრდა ჭაბუკის ფიგურები, ეგრეთ წოდებული კუროსები და კორები, ქალწულის გამოსახულებები. არქაული ქანდაკება განიცდის ეგვიპტური კულტურის გავლენას. ეს ნათლად ჩანს მათ პოზაში. ფიგურა სწორად დგას და გაშიშებულია. ცალი ფეხი წინ აქვს გადადგმული და ხელები მჭიდროდ ეკვრის ტანს, სწორედ ისე, როგორც ეგვიპტურ ქანდაკებებში. თუმცა ბერძნულ სკულპტურაში სხეული უფრო პლასტიური და დახვეწილია. სახეზე კი ყველა ფიგურას არქაული ღიმილი დასთამაშებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ამ პერიოდის არქიტექტურული მიღწევები. ამ დროს ყალიბდება ბერძნული ტაძრის ტიპები, პერიფტერი, 4-ვე მხრიდან სვეტებით გარშემორტყმული ნაგებობა, ანტებიანი ფასადზე ანტებს შორის სვეტებით დამშვენებული ტაძარი, თოლოსი, წრიული ფორმის სვეტებიანი ტაძარი და სხვები. ამავე პერიოდში ჩნდება ორდერები, ანუ არქიტექტურული სტილები. ყალიბდება ორი სტილი, დორიული და იონური. არქიტექტურულ სტილს განსაზღვრავს ტაძრის სვეტების ფორმა. დორიული ტაძარი გამოირჩევა მონუმენტურობით, მისი სვეტები სადაა და მკაცრი. იონური ტაძარი კი უფრო მოხდენილი და ნაზია, რასაც განაპირობებს სვეტების შედარებით თხელი, გრაციოზული პროპორციები და კაპიტელის ორი მოხდენილი ხვეული, ვოლუტები. მოგვიანებით ამ სტილებს მიემატება კორინთული სტილიც. ძველი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნეში იწყება კლასიკური პერიოდი, რომლის დროსაც ბერძნულმა კულტურამ განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. ეს მნიშვნელოვნად განაპირობა ბერძენთა ბრწყინვალე გამარჯვებამ სპარსელებზე და ათენის მმართველის პერიკლეს რეფორმებმა, რამაც ათენის დემოკრატია და მისი კულტურული განვითარება ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ამ დროისთვის მნიშვნელოვნად განვითარდა მონუმენტური ქანდაკება, დაიხვეწა ლარნაკული მხატვრობა. ჩამოყალიბდა დრამატურგიის ჟანრები, ტრაგედია და კომედია. სწორედ ამ დროს განვითარდა პლატონის ფილოსოფიური სკოლა. კლასიკურ პერიოდში მოღვაწეობდნენ ანტიკური ხანის უდიდესი მოქანდაკეები, მირონი, პოლიკლეტოსი და ფიდიასი. იწყება ათენის აკროპოლისის მშენებლობა, რომელსაც სათავეში უდგას ფიდიასი. ჩვენამდე ფიდიასი სულ რამდენიმე ნამუშევარმა მოაღწია, ისიც რომაული ასლების სახით, მაგრამ ეს მცირე კოლექციაც საკმარისია დიდი მოქანდაკის გენიის დასტურად. პართენონის ტაძრის რელიეფები, ზევსის ქანდაკება ანტიკური 7 საოცრებიდან ერთ-ერთი, საბრძოლო მუზარადში გამოწყობილი ათენა პრომაქოსი და სხვები. კლასიკურ პერიოდში მოქანდაკეთა და მხატვართა უპირველესი ამოცანა სინამდვილის ასახვა იყო. მოქანდაკეები აბსოლუტური სიზუსტით და დამაჯერებლობით გამოსახავდნენ ადამიანის სხეულს. ამისთვის ისინი შეისწავლიდნენ მათემატიკას და გეომეტრიას. ბერძენმა მოქანდაკემ და თეორეტიკოსმა პოლიკლეტოსმა ადამიანის სხეულის პროპორციების ერთგვარი სტანდარტით შეიმუშავა. თუმცა ბუნებით ესთეტი ბერძნები ადამიანს აღიქვამდნენ როგორც იდეალურ მშვენიერებას, მებრძოლი, თავისი ქვეყნის პატრიოტი, ღირსეული მოქალაქე, სრულყოფილი ფიზიკური და გონებრივი მონაცემებით, აი როგორ ხედავდა ბერძნული სამყარო ადამიანს. ასე რომ ბერძნულ ქანდაკებაში ადამიანი ერთდროულად რეალისტურიცაა და იდეალისტურიც, ადამიანურიც და ღვთაებრივიც. მართლაც არასდროს ხელოვნების ისტორიაში ადამიანის გამოსახულება არ ყოფილა ისეთი მშვენიერი და ამაღლებული, როგორც ანტიკური ხანის ბერძნულ ქანდაკებაში. კლასიკურ პერიოდში განვითარების მწვერვალს მიაღწია ლარნაკულმა მხატვრობამ. გამოსახულებები უფრო ცოცხალი და რეალისტური გახდა. ფიგურები ამოძრავდნენ, დაიხვეწა კომპოზიცია. სიუჟეტი გართულდა და უფრო მრავალფეროვანი გახდა. ლარნაკებზე გამოსახულია ტროას ომის სცენები, მითები ზევსისა და მისი გრძნეული ცოლის ჰერას შესახებ, ამბები ჰერაკლეს გმირობებზე, ათენაზე, პოსეიდონსა და დიონისეზე, ჰეფესტოსა და პრომეთეზე, ოლიმპიურ თამაშებსა და თეატრალურ მისტერიებზე. მოკლედ ეს მთელი ეპოპეაა ბერძნული მითებისა და რეალობის შესახებ. ძველი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნის დასასრულიდან იწყება ანტიკური საბერძნეთის ისტორიაში ყველაზე დრამატული ხასიათის ხელოვნების ერა, ელინიზმი.
ამ დროს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა ალექსანდრე მაკედონელი. მან დაიპყრო მთელი იმდროინდელი სამყარო, ნილოსის სანაპიროებიდან დასავლეთ ინდოეთამდე. საბერძნეთი პოლიტიკურად დასუსტდა, თუმცა კულტურული ჰეგემონია შეინარჩუნა. ალექსანდრე ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს მოწაფე იყო. იმპერიის ტერიტორიაზე მან დაიწყო ბერძნული ენისა და ტრადიციების გავრცელება. ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ იმპერია სწრაფად დაიშალა და მის ადგილზე ახალი ელინისტური სახელმწიფოები აღმოცენდა. ამ სახელმწიფოებმა ბერძნული ორიენტაცია შეინარჩუნეს. ჩამოყალიბდა ახალი კულტურული ცენტრები: პერგამონი, ალექსანდრია, ანტიოქია და სხვები. აქ სწავლება ბერძნულ ენაზე ხდებოდა, ითარგმნებოდა ბერძნული ტექსტები. ბერძნულ კულტურას შეერწყა ადგილობრივი ტრადიციებიც, სპარსეთში სპარსული, ეგვიპტეში ეგვიპტური და ასე ყველგან. კულტურათა ამ სინთეზმა ჩამოაყალიბა მრავალფეროვანი და თვითმყოფადი კულტურა, რომელსაც საბოლოოდ ელინისტური ხელოვნება უწოდეს. ელინისტური არქიტექტურის ნათელი მაგალითია ჰალიკარნასის მავზოლეუმი, ბერძნული სვეტებით და თავზე ეგვიპტური საფეხუროვანი პირამიდით. განსაკუთრებით საინტერესოა ელინიზმის გვიანდელი ეტაპი. ესაა ახალი მიწების აღმოჩენის, ომების, ნაოსნობის და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების, ერთდროულად აღზევების და კრიზისის ხანა. წინა პლანზე იწევს დრამატული სიუჟეტები. წინააღმდეგობებით ახსავსე ჰეროიკული გმირი ამ ეპოქის ყველაზე აქტუალური სახეხადია. ასეთია ტროელი ქურუმის სახე ელინისტური ეპოქის ქანდაკებაში, ლაოკოონი. ქანდაკება ასახავს ლაოკოონის და მისი შვილების უკანასკნელ წუთებს. მათ აპოლონის მიერ მიქსეული გველები ეხვევიან. ტკივილისგან სხეულები დაგრეხვიათ, კუნთები დაჭიმვიათ და ამაოდ ცდილობენ გველების მარყუჟებისგან თავის დაღწევას. ასეთივე დრამატიზმითაა გადმოცემული ოლიმპიელი ღმერთებისა და გოლიათების სასიკვდილო შერკინება პერგამონის საკურთხევლის რელიეფებზე. დაკარგული ჰარმონიისა და სიმშვიდის ძიებაში ელინისტი ხელოვანები შთაგონებას კლასიკური ეპოქის ხელოვნებაში პოულობენ და ქმნიან ქალღმერთთა ახალ სახეებს. ნიკეს ამოთრაკიელი. ქალღმერთი წინსწრაფვის ჟინით შეპყრობილა, კაბა უფრიალებს და თითქოს გამარჯვების ყიჟინას სცემს. ვენერა მილოსელი, ქალღმერთთა შორის ულამაზესი. მისი ნაზი ქალური ფორმები და სიმშვიდით ახსავსე სახე მართლაც მომაჯადოებელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. საუკუნეებმა განვლომას შემდეგ ანტიკური ეპოქა წარსულში დარჩა, თუმცა სილამაზის ანტიკური იდეალი დღესაც მშვენიერების ეტალონად რჩება. ელინისტური ეპოქა, რომელმაც თითქმის 3 საუკუნე გასტანა, დასრულდა რომის მიერ უკანასკნელი ელინისტური სახელმწიფოს, ეგვიპტის დაპყრობით. ბერძნული კულტურის გავლენა სუსტდება და იწყება ანტიკური ეპოქის მეორე ეტაპი, ძველი რომის ბატონობის ხანა. თუმცა ამის შესახებ ვისაუბრებთ მომდევნო ვიდეოში.